მოგესალმებით, მე ვარ ეკა და განვიხილავთ ესეიდის ერთ-ერთ ამოცანას. მოცემული გვაქვს ფუნქცია f(x)-ი. f(x)-ი არის x + 1-ის მოდულს + x - 7-ის მოდული და გვაინტერესებს f(x) ფუნქციის მინიმალური მნიშვნელობის განსაზღვრა. სანამდე ესე იგი განსაზღვრავდეთ ამ ფუნქციის მინიმალურ მნიშვნელობას, გავიაზროთ გეომეტრიული შინაარსი, თუ რას წარმოადგენს გეომეტრიულად მოცემული ფუნქცია. ესე იგი, ავიღოთ რიცხვთა ღერძი, სამი შემთხვევა გვაქვს ახლა განხილული და განვიხილოთ წერტილები a, b და c. რიცხვთა ღერძი a წერტილის კოორდინატი იყოს -1, b წერტილის კოორდინატი იყოს 7, ხოლო c წერტილის კოორდინატი იყოს x-ი. c წერტილი შეიძლება იყოს a და b წერტილების მარცხნივ, ან a და b წერტილების მარჯვნივ, ან ეკუთვნოდეს ab მონაკვეთს. მოდით ახლა დავაკვირდეთ, თუ რას ნიშნავს x + 1. აი მაგალითისთვის. ავიღოთ AC მონაკვეთის სიგრძეს, როგორ დავთვლით? AC მონაკვეთის სიგრძე ეს არის x - -1-ის მოდული, ანუ x + 1-ის მოდული. მოდით ახლა დავთვალოთ BC მონაკვეთის სიგრძე. BC მონაკვეთის სიგრძე ეს არის x - 7-ის მოდული. ესე იგი, რეალურად f(x) ფუნქცია წარმოადგენს AC-ს + BC მონაკვეთების სიგრძეების ჯამს. ანუ ჩვენ ახლა გვაინტერესებს, რა შემთხვევაში იქნება ამ მონაკვეთების სიგრძეების ჯამი მინიმალური. აი მართლაც ახლა თუ დავაკვირდებით, ეს არის ფაქტიურად გეომეტრიის აქსიომა. ესე იგი, AC-ს + BC იქნება მინიმალური იმ შემთხვევაში, თუ C წერტილი მოთავსებული იქნება AB მონაკვეთზე. ესე იგი, და თუ C ეკუთვნის AB მონაკვეთს, მაშინ AC-ს + CB ეს არის იგივე AB მონაკვეთის სიგრძე და ეს არის 7 - -1-ის მოდული, ანუ 7 + 1 და არის 8-ის ტოლი. აი ეს არის, ასე ვთქვათ, ამ ფუნქციის გეომეტრიული შინაარსი. ესე იგი, ჩვენ ამდენი არ ვწეროთ, ასე ვთქვათ, გამოცდაზე. ამ შემთხვევაში, ვაკვირდებით რას? გავიაზრებთ რა წერტილებთან გვაქვს საქმე. ესე იგი, A წერტილი ეს არის ფაქტიურად, რომელი სამი წერტილი უნდა განვიხილოთ. ერთი წერტილი თვითონ კოორდინატით x-ი და ვინაიდან ორ წერტილს შორის მანძილი არის, ასე ვთქვათ, მათი კოორდინატების სხვაობის მოდული, აქ ესე იგი, რა სხვაობა გვიწერია? აქ წარმოადგენს, ესე იგი, პირველი მოდული წარმოადგენს x-ისა და -1-ის სხვაობის მოდულს. აქ გვაქვს x-ისა და 7-ის სხვაობის მოდული. ამიტომ შესაბამისად, ესე იგი, ჩვენ ამას ჩამოვამწყრივებთ, ხო? და შემდეგ, ასე ვთქვათ, დავწერთ უკვე AB მონაკვეთის სიგრძის გამოვიცვლით AB მონაკვეთის სიგრძეს. ეს არის 8-ის ტოლი, ამ შემთხვევაში მინიმალური მნიშვნელობა, f(x) ფუნქციის მინიმალური მნიშვნელობა არის 8, ჩამონათვალში ეს არის d, ესე იგი, პასუხი არის d. ვინაიდან თვითონ ესეიდის გამოცდაზე შეიძლება დესმოსის გამოყენება, ეხლა ესე იგი, თქვენ შეგიძლიათ პროგრამით ხელმძღვანელოთ და ასე ვთქვათ, თვითონ ფუნქციის გამოსახულება შეიყვანოთ ამ პროგრამაში, დააკვირდეთ გრაფიკს და ისე განსაზღვროთ f(x) ფუნქციის მინიმალური მნიშვნელობა. უბრალოდ არის შემთხვევები, როდესაც სიტყვაზე თვითონი პროგრამის გამოყენება უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე ვთქვათ, აი ესე უშუალოდ ამოხსნა. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ჯობს უშუალოდ ამოხსნათ, ანუ აქ არაფერი, ესე იგი, სირთულეს არ წარმოადგენს, უნდა ამოიღოთ რაღაცა ორი, ასე ვთქვათ, მიხვდეთ რაღაცა ორი რიცხვი, ასე რომ ვთქვათ, საკვანძო რიცხვები, ეს არის 7 და -1 და მე მათ შორის სხვაობის მოდული უნდა განსაზღვროთ. მოდით ახლა ვნახოთ რა უფრო მარტივია, ვთქვათ, ორი რიცხვის სხვაობის მოდულის დათვლა თუ ფუნქციის მნიშვნელობის აკრეფვა დესმოსის პროგრამაში. მოდით ვცადოთ ეს პროგრამა და ავკრიფოთ, ესე იგი, y უდრის, ჩვენ აქ ვწერთ, გამოიყენებთ, შეიძლება თქვენ უფრო კარგი უნარები გაქვთ, x - 1, შემდეგ გჭირდება პლუს და უმატოთ ისე მოდული x - 7. x - 7. უკაცრავად აქ x + 6 გჭირდება, მაპატიეთ x + 1 და x + 7. აი, პროგრამა ესე იგი, დახაზეთ გრაფიკი და თვალნათლივ ჩანს, რომ მინიმალური მნიშვნელობა არის 8-ის ტოლი. ეს გააჩნია უკვე ვის რა უნარები აქვს, შეუძლია ადამიანს დესმოსის პროგრამაში აკრიფოს ფუნქცია და მისი მინიმალური მნიშვნელობა, ესე იგი, ნახოს გრაფიკზე, ან ორი რიცხვი გამოაყოს ერთმანეთს და ესე იგი, მისი მოდული უნდა თვალოს, ორი რიცხვის სხვაობის მოდული გამოთვალოს.
პროგრამის გამოყენებით ამონახსნი გამოიყურება ასე. გისურვებთ წარმატებას.